საფოსტო კავშირების შესახებ ახალი კანონ-პროექტი გადამზიდავმა ოპერატორებმა ეკონომიკის სამინისტროსთან გააპროტესტეს. DHL-ის, TNT-ის, UPS-ის, FedEx-ის და სხვა კომპანიების მტკიცებით რეგულაციების სამართლიან კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს პოსტას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს. კანონ-პროექტს ამ ეტაპზე რა სახითაც არის, არ ვითანხმებით, იმიტომ რომ გარკვეული პუნქტები მოიცავს შეზღუდებს, რომელიც ჩვენ სფეროს შეეხება და შესაბამისად დღეს შევიკრიბეთ ზუსტად მაგისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვთხოვოთ კანონ-პროექტის ინიციატორებს, რომ მოახდინონ შეხვედრის ინიცირება გადამზიდავ კომპანიებთან და მოხდეს ამ კონკრეტული პუნქტების განხილვა იმის მიხედვით, რომ მოერგოს ჩვენ საქმიანობის სფეროს. თუ ეს კანონი შევიდა ძალაში, გვიგზავნავს ამ სფეროში საქმიანობას, რადგანაც ამ კანონში ცალსახად წერია, რომ 30 კილოგრამამდე ტვირთების დატარების უფლება მხოლოდ საქართველოს პოსტას ექნება. შესაბამისად, ეს კანონი ქმნის მონოპოლიას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიებს ალბათ გაანადგურებს, თუმცა არა მარტო ჩვენ კომპანიებს, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად დააზიანებს. კანონ-პროექტს ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. ორგანიზაციის იურისტის თქმით, კანონ-პროექტის არსებული სახით დამტკიცების შემთხვევაში TI სასამართლოს მიმართავს. თქმა უნდა, ჩვენი აზრით ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციასაც, იმიტომ რომ იზღუდება კონკურენცია, თავისუფალი კონკურენცია უკანონოდ და კანონი ადგენს მონოპოლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხის უფლებები დაირღვევა უხეშად, გარდა ამ ხალხისა დაირღვევა იმ ადამიანების უფლებები, ვინც სარგებლობენ ამ სერვისით, მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობაც აღარ ექნება, თუ ამ ფორმით მიიღეს ეს კანონი. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ კანონი მიიღეს იმ ფორმით, როგორც ის არის დღეს შემოთავაზებული. ეკონომიკის სამინისტროსთან აქციის გამართვის მიზეზს ვერ ხედავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძის თქმით, სამინისტრო გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობს და კანონ-პროექტი მათთან კონსულტაციის გარეშე პარლამენტში არ შევა. მინისტრის მოადგილის მტკიცებით 2.5 და 30 კილოგრამიანი შეზღუდვები, რომელიც კანონ-პროექტშია ჩადებული, ქვეყანაში არსებულ გადამზიდავ კომპანიებს არ დააზარალებს. 30 კილოგრამამდე ტვირთი ეს ძირითადად მათი პრინციპულად დაყენებული საკითხია, არ უნდა იყოს მონოპოლისტი პოსტა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზი გაუსვა, ამით არ წარმოშობს ეს არანაირად მონოპოლისტობას ამ სფეროში, კერძოდ აქ საუბარია და ისინი ამას რატომღაც საჯაროდ არ აცხადებენ, რომ საკითხი ეხება მხოლოდ სახმელეთო საერთაშორისო გადაზიდვებს, რომელსაც დღეს ეს გადამზიდავი კომპანიები არც TNT, არც DHL არ ახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული საფოსტო კავშირების შესახებ ახალი კანონ-პროექტი საქართველოში უნივერსალური სერვისის ამოქმედებას გულისხმობს. გადამზიდავი ოპერატორების მოთხოვნით კანონ-პროექტის შესასწავლად ევროკავშირმა სპეციალური ექსპერტი გამოყო, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება. მანამდე კი სასურველია პარლამენტმა აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვა არ დაიწყოს.